ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რა არის ის, რაც თქვენს ცხოვრებას ნამდვილ აზრს წენს? აი, ის ძალა, რომელიც ყოველდილით გაღვიცებთ და გაძლევთ სტიმულს, რომ ახალი დღე ენერგიით დაიწყოთ. დღეს ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ იაპონიაში. კერძოდ კი კუნძულ ოკინავაზე და ვეცდებით ჩავუღრმავდეთ ერთ უძველეს ფილოსოფიას, რომელიც სწორედ ამ კითხვებს პასუხობს. ამ ფილოსოფიას იკიგაი ჰქვია და ის ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოდ ითვლება. სანამ დეტალებზე გადავალთ, მინდა ერთი წამით შეჩერდეთ და ეს შეკითხვა საკუთარ თავს დაუსვათ. აი გულწრფელად, რა არის თქვენი არსებობის მიზეზი? რა თქმა უნდა, ეს მარტივი კითხვა არაა, მაგრამ იცით, იაპონელები თვლიან, რომ პასუხი თითოეულ ჩვენგანში უკვე არსებობს. უბრალოდ აღმოსაჩენია და სწორედ ამ პასუხის პოვნაა ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრების ნამდვილი გასაღები. მოდით ვნახოთ, როგორ გვეხმარება ამაში იკიგაის კონცეფცია. მაშასე, რას ნიშნავს ეს სიტყვა იკიგაი? ის ორი ნაწილისგან შედგება. იკი, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, და გაი, რაც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც ღირებულება ან ფასი. ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის ის, რისთვისაც ცხოვრება ღირს. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იკიგაი არ არის რაღაც დიდი, გარეგანი მიზანი, რომელსაც ერთხელ მიაღწევ და მორჩა, არა. ეს უფრო შინაგანი კომპასივითაა, მუდმივი პროცესია, მოგზაურობაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ავსებს სიხარულითა და კმაყოფილებით. იაპონური ფილოსოფიის მიხედვით, ყველას გვაქვს ჩვენი იკიგაი, მაგრამ მის საპოვნელად საჭიროა ღრმა თვითშემეცნება და გულწრფელი ძიება. იკიგაის პოვნა ფაქტობრივად 4 ძალიან მნიშვნელოვანი კითხვის გადაკვეთის წერტილშია. მოდით თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ჩავუღრმავდეთ, რომ სურათი უფრო ნათელი გახდეს. პირველი, რა გიყვართ? დაფიქრდით, რისი კეთება შეგიძლიათ საათობით ისე, რომ დროს ვერ გრძნობთეთ. ეს თქვენი ვნებაა, თქვენი გატაცება. მეორე, რაში ხართ განსაკუთრებით კარგი? ეს თქვენი ნიჭი და უნარებია, ის რაც ბუნებრივად სხვებზე უკეთ გამოგდით. მესამე, რა სჭირდება სამყაროს თქვენგან? ეს უკვე თქვენი მისიაა, ის წვლილი, რითიც შეგიძლიათ სამყარო თუნდაც ცოტათი უკეთესი გაახადოთ. და ბოლოს, მეოთხე, რაში შეგიძლიათ მიიღოთ ანაზღაურება? ეს თქვენი პროფესიაა, ის საქმიანობა, რომელიც ფინანსურ სტაბილურობას გიქმნით. ხო და როცა ეს 4 წრე ერთმანეთს კვეთს, სწორედ იმ პატარა მაგიურ წერტილში იმალება თქვენი იკიგაი. ეს ის ადგილია, სადაც თქვენი ვნება, ნიჭი, სამყაროს საჭიროება და შემოსავალი ერთმანეთს ხვდება. აი ეს არის სრული ჰარმონია. კარგი, ეს ყველაფერი თეორიაში ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ მოდით ახლა პრაქტიკაში ვნახოთ. არსებობს ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანები ფაქტობრივად ამ პრინციპებით ცხოვრობენ და შედეგებიც მართლა რომ გასაოცარია. ეს არის კუნძული ოკინავა იაპონიაში. ის მსოფლიოს 5 ლურჯი ზონიდან ერთ-ერთია. ანუ ადგილი, სადაც ადამიანები გამორჩეულად დიდხანს და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელად და ბედნიერად ცხოვრობენ. მაინც რითია ოკინავა ასეთი განსაკუთრებული? აი უბრალოდ დააკვირდით ამ რიცხვს. წარმოგიდგენიათ, ოკინავაზე ყოველ 100,000 მოსახლეზე თითქმის 25 ადამიანი 100 წელზე მეტს ცოცხლობს. ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა რეგიონში. ეს უბრალოდ მშრალი სტატისტიკა არ არის, არა. ეს არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ მათი ცხოვრების წესი, კვება და ფილოსოფია ნამდვილად მუშაობს. და იცით, საქმე მხოლოდ წლების დამატებაში არ არის. საქმე იმაშია, თუ როგორ ცხოვრობენ ამ წლებს. ეს არის ჯანმრთელი, აქტიური და ბედნიერი წლები. ოკინავალებს ძალიან იშვიათად აწუხებთ ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა კიბო ან გულის პრობლემები, რომლებიც დღეს ჩვენი სამყაროს მთავარი გამოწვევაა. კვლევებმა აჩვენა, რომ მათი ორგანიზმი დაბერების პროცესსაც კი ანელებს უჯრედულ დონეზე. ქალები უფრო მსუბუქად გადიან მენოპაუზას, ხოლო დემენციის, ანუ ასაკობრივი ჭკუასუსტობის შემთხვევები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო, რა თქმა უნდა, მათ კვებაში იმალება. ჰარა ხაჩი ბუ. ამ წესს ოკინაველები ბავშვობიდან სწავლობენ. ეს ნიშნავს, რომ ჭამა უნდა შეწყვიტო მაშინ, როცა თითქმის დანაყრებული ხარ, მაგრამ არა ბოლომდე სავსე. ანუ დაიტოვო კუჭის დაახლოებით 20% თავისუფალი. ამ ერთი შეხედვით მარტივ პრაქტიკას ძალიან ღრმა ბიოლოგიური ახსნა აქვს. როდესაც ზედმეტს ვჭამთ, ჩვენი ორგანიზმი უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს საჭმლის მონელებაზე. ეს პროცესი კი აჩხარებს უჯრედების დაჟანგვას, ანუ მარტივად რომ თქვათ, დაბერებას. 80% დანაყრება კი ის ხელს საშუალებას აძლევს ეფექტურად გადაამუშავოს საკვები და შეინარჩუნოს ენერგია. ეს არ არის რაღაც მკაცრი დიეტა, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია. მაგრამ ოკინავას საიდუმლო მხოლოდ კვებაში არ იმალება. უდიდესი როლი აქვს სოციალურ კავშირებს.
მოაი ეს არის მეგობრებისა და თანამოაზრეების ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდით დგას. წარმოიდგინეთ, ეს ჯგუფები უზრუნველყოფენ როგორც ემოციურ, ისე ფინანსურ სტაბილურობას. მოაის წევრები რეგულარულად იკრიბებიან, საუბრობენ, ერთობიან და ყოველთვიურად საერთო ფონდშიც კი აგროვებენ თანხას. ეს ქმნის მიკუთვნებულობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წარმოუდგენლად ძლიერ განცდას, რაც სტრესს ამცირებს და საბოლოო ჯამში სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ეს მათი იკიგაის განუყოფელი ნაწილია, ზრუნვა ერთმანეთზე. კარგი, ახლა მოდით ჩვენს შინაგან სამყაროში გადავინაცვლოთ. ოკინაველების დღეგრძელობა მხოლოდ დიეტითა და სოციალური კავშირებით არ აიხსნება. გადამყვეტი მნიშვნელობა აქვს გონების მუდმივ აქტივობას. ხომ გაგიგიათ, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო? თუმცა პირიქითაც აბსოლუტურად მართალია. ჯანსაღი და აქტიური გონება ჯანსაღ სხეულს განაპირობებს. ეს იაპონური ანდაზა იდეალურად ასახავს მათ ფილოსოფიას. იცით რა არის საინტერესო? იაპონურ ენაში არ არსებობს სიტყვა პენსია იმ მნიშვნელობით, როგორც ჩვენ გვესმის, ანუ საქმიანობის სრული შეწყვეტა. ისინი არასდროს წყვეტენ იმ საქმის კეთებას, რომელიც უყვართ. ისინი აქტიურები რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე, რაც მათ გონებასაც და სხეულსაც ახალგაზრდულად ინახავს. მათი იკიგაი ასაკთან ერთად კი არ ქრება, პირიქით, ის მუდმივად წინსვლისკენ უბიძგებს. ამას, რა თქმა უნდა, მეცნიერული ახსნაც აქვს. როდესაც ჩვენ სწავლობთ რაიმე ახალს ან ვეჭიდებით ისეთ ამოცანას, რომელიც ცოტა გვიჭირს, ჩვენი ტვინი იძულებულია შექმნას ახალი ნეირონული კავშირები. ტვინი კუნთივითაა, თუ არ ავარჯიშეთ, მოდუნდება. როცა ყოველდღე ზუსტად ერთსა და იმებეს ვაკეთებთ, ტვინი ზარმაცდება და ავტოპილოტის რეჟიმში გადადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მუდმივად ვეძებოთ ახალი გამოწვევები. ეს შეიძლება იყოს ახალი ხობის დაწყება, სამაგიდო თამაშები, ან უბრალოდ ადამიანებთან საინტერესო საუბარი. ეს არის გონებრივი ვარჯიში, რომელიც დაბერებას ანელებს. და აი მივადექით მთავარ დაბრკოლებას ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე. ფენომენს, რომელიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს არის სტრესი. კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ სტრესი ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორია. ის ფაქტობრივად შიგნიდან სვეთს ჩვენს სხეულს უჯრედულ დონეზე. საინტერესოა, როგორ შეიცვალა სტრესის ბუნება. ჩვენი წინაბრები გამოქვაბულის ადამიანები განიცდიდნენ მწვავე ხანმოკლე სტრესს, მაგალითად ხედავდნენ მტაცებელს, ორგანიზმი მყისიერად იღებდა ადრენალინის დოზას, საფრთხე გაივლიდა და სხეული ისე მშვიდ მდგომარეობას უბრუნდებოდა. დღეს კი ჩვენი სტრესი ქრონიკულია. სამსახურის მეილები, გაუთავებელი ზარები, სოციალური წნეხი. ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმს მუდმივი დაბალი დონის განგაშის რეჟიმში ამყოფებს, საიდანაც გამოსვლას უბრალოდ ვეღარ ვახერხებთ. და რა არის ამის შედეგი? სტრესის ჰორმონების, მაგალითად კორტიზოლის მუდმივი გამოყოფა აზიანებს არამხოლოდ მავნე, არამედ ჯანმრთელ უჯრედებსაც. ის ასუსტებს ტელომერებს. წარმოიდგინეთ ფეხსაცმლის თასმის ბოლოში პლასტმასის დამცავი. აი, ეგეთია ტელომერი ჩვენი ქრომოზომისთვის. ის იცავს მას დაზიანებისგან. სტრესი ამ დამცავებს ამოკლებს. რაც უფრო მოკლეა ტელომერები, მით უფრო სწრაფად ბერდება უჯრედი და შესაბამისად მთელი ორგანიზმი. ამიტომ სტრესის მართვის სწავლა დღეგრძელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ გუნებრივად ჩნდება კითხვა. აბა რა ვქნათ, როგორ გავუმკლავდეთ სტრესს და ვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე თანამედროვე სამყაროს ქაოსში? პასუხი ისევ და ისევ ცხოვრების აზრის, ანუ იკიგაის ქონაშია. როდესაც ადამიანს აქვს მკაფიო მიზანი, ის ბევრად უფრო გამძლე ხდება სირთულეების მიმართ. საინტერესოა, რომ მნიშვნელობის ძიება მხოლოდ აღმოსავლური ფილოსოფიის ნაწილი არ არის. დასავლეთში არსებობს ფსიქოთერაპიის მთელი მიმართულება, ლოგოთერაპია, რომელიც სწორედ ამ საკითხს იკვლევს. მისი დამფუძნებელი ავსტრიელი ფსიქიატრი ვიქტორ ფრანკლი, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკის საშინელებები გამოიარა, ამტკიცებდა, რომ ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა არ არის არა სიამოვნების მიღების სურვილი, არამედ ცხოვრების აზრის პოვნის სწრაფვა. ლოგოთერაპიის პროცესი ფაქტობრივად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება შინაგანი სიცარიელის დაძლევით მიზნის პოვნა. პირველი ეტაპი არის სწორედ ეს, სიცარიელის და შფოთვის შეგრძნება. შემდეგ, თერაპევტის დახმარებით, ადამიანი აცნობიერებს, რომ ეს სინამდვილეში მნიშვნელობის ძიებისკენ მოწოდებაა. მესამე ეტაპზე ის აღმოაჩენს თავის უნიკალურ მისიას, თავის პირად მიზანს. ამის შემდეგ, მეოთხე ეტაპზე ის შეგნებულად ირჩევს ამ ახალ გზას და ბოლოს მეხუთე ეტაპზე ეს ახლად აღმოჩენილი ვნება და მიზანი მას აძლევს ძალას გაუმკლავდეს ნებისმიერ ტანჯვასა და გამოწვევას. როგორც ფრანკლი ამბობდა, მას, ვისაც აქვს რისთვის იცხოვროს, შეუძლია გაუძლოს თითქმის ნებისმიერ როგორს.
და აი ჩვენ ისევ უბრუნდებით იკიგაის. ლოგოთერაპიაც და იკიგაიც ორივე გვასწავლის, რომ ცხოვრების აზრის ქონა არის ფუნდამენტი. თქვენი იკიგაი არის თქვენი კომპასი, რომელიც გაჩვენებთ გზას ცხოვრების ხაოსში. ის გაძლევთ მიზეზს, რომ დილით ადგეთ, იყოთ აქტიური, იზრუნოთ საკუთარ თავზე და სხვებზე. ის თქვენს ყოველდღიურობას აქცევს არა უბრალოდ დროის გაყვანად, არამედ მნიშვნელობით სავსე, საინტერესო მოგზაურობად. ჩვენი დღევანდელი ანალიზი დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ვისაუბრეთ იკიგაის 4 ელემენტზე, ოკინავას დღეგრძელობის საიდუმლოებებზე, აქტიური გონების მნიშვნელობაზე და სტრესის დამანგრეველ ძალაზე. ეს ყველაფერი კი ერთ მთავარ კითხვამდე მიდის, რომლითაც დავიწყეთ. რა არის თქვენი იკიგაი? იქნებ ეს თქვენი ოჯახია, თქვენი ხელოვნება, თქვენი სამსახური თუ სხვების დახმარება. დაუთმეთ რო ამაზე ფიქრს, რადგან პასუხის პოვნა არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხანგრძლივი, ბედნიერი და აზრით სავსე ცხოვრებისკენ.